საღამომშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ჩვენი კარი კვლავ ღიარჩება თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს. ასეთია ღია გზავნილი ევროკომისრისგან დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. დემოკრატიული უკუსვლა, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, ანტიევროპული რიტორიკა, ევროპარლამენტარების საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებენ. ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს. ამას ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, ამაზე ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი. ოფიციალური პასუხი ბრიუსელს თბილისიდან. დაბრუნება სტიგმასთან, დისკრიმინაცია თუ ზრუნვა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. რატომ ხდება აუცილებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნა? მედიის შეზღუდული უფლებების, საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობა ევროპულ სტანდარტებთან, სასამართლო და საპროტესტო ჟურნალისტიკის გამოწვევები. მედია გარემო საქართველოში მედიის მიტაცების პირობებში. როგორია მედია ხმის ყოველწლიური კვლევის ძირითადი მიგნებები. საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საკითხების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მხარდაჭერას. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი კვლავ ღიარჩება თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს. ეს დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში ევროკომისრის განცხადება. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მაიკლ მაკგრატმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა მოქალაქეებისთვის ევროპული მომავლის ჩამოსართმევად. საქართველოში დემოკრატიული კრიზისების გაღრმავება განიხილეს ევროკავშირში. დებატების ფორმატში საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება ძირითადად ნეგატიური იყო. დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის მარი ბიერის განცხადებით, საქართველო აშკარად უკანიხებს იმ 9 მიმართულებით, რისის შესრულების დათქმაც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. შედეგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოიჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. მისი განმარტებით, ამისთვის საჭიროა ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, დემოკრატიული, ყოვლის მომცველი და მდგრადი რეფორმების მიღება, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივის შეჩერება. გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ საერთაშორისო გამოძიება მოიწვიონ ქართული ოცნების მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე და მიზანმიმართული სანქციები დააწესონ. ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ კი თქვა, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებენ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას. დებატებს წინ უძღოდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დანიის მიერ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული დასკვნის გამოქვეყნება, რაც საქართველოსაც ეხება. დოკუმენტს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა აქვს. წინააღმდეგი უნგრეთია. ევროკავშირის საბჭო ცხადია უნგრეთის გამოკლებით საქართველოს მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლო დაკავებული ადამიანი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირს არავითარი კრიტიკის საფუძველი არ გააჩნია. დანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ყველა პუნქტი ეს არის ანტიქართული რიტორიკა. ეს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურებაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ეს პასაჟი არის ბრიუსელის თვითმხილება, იმ მავნებლური პოლიტიკის მხილება, რომელსაც აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. ითხოვენ, რომ სრულ შესაბამისობაში მოვიდეთ რუსეთისა და ბელორუსის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე. ანუ დავუწესოთ სანქციები რუსეთსა და ბელორუსს. ვიკრძალავენ საგარეო პოლიტიკის ისე წარმოებას, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. წელს გაეროში საქართველომ ხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ რეზოლუციის ტექსტს უკრაინასთან დაკავშირებით და არა იმ ტექსტს, რომელსაც ევროკავშირი უჭერდა მხარს. განმარტა შალვა პაპუაშვილმა და თქვა, რომ ევროპული საბჭო დანიის მიერ გამოქვეყნებული ტექსტით გვიკრძალავს ხარი დაგვეჭირა ამერიკული ვარიანტისთვის. ეს არის პირდაპირი ხელყოფა საქართველოს სუვერენიტეტის, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.
როგორია ევროპარლამენტარების და ევროპელი ლიდერების განწყობები საქართველოს მიმართ, პასუხების საქართველოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების პერსპექტივა. ამაზე გადაცემის დასკვნით ბლოგში ვიმსჯელებთ. მანამდე კი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება შედის. 2026 წლის 1 მარტამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება. ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის სამედიცინო მონაცემებზე წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. მათ კი პოტენციურად იარაღის ტარების ნებართვის ან მართვის მოწმობის გაცემისას გამოიყენებენ. საკანონმდებლო ინიციატივის მიზნად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა სახელდება. ანალოგიური კანონი რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს. აქაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვა კანონ პროექტში აღნიშნული ცვლილებების მიღება. ქართული კანონმდებლობის მსგავსად აღნიშნული კანონი რუსეთშიც იარაღის ტარების, მართვის მოწმობის და დასაქმების პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიიღეს. საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კანონში ცვლილებებს საგანგაშოს უწოდებენ. ფიქრობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი ნარკომანიისა და ფსიქიატრიის სფეროებს სრულად გაანადგურებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად დაარღვევს და ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს. ცვლილებები ქართულ კანონმდებლობაში შედის იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სტიგმა და დისკრიმინაცია ადამიანის უფლებების გლობალურ კრიზისად აქვს შეფასებული და მისი რეკომენდაციები მკაფიოდ მიუთითებს შემდეგზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას და არა მათ მიმართ დისკრიმინაციის ახალისებას. ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები ქმნის მაღალი რისკის გარემოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ევროპის გამოცდილება ფსიქიკური ჯანმრთელობის მონაცემების მართვაში მკაფიოდ განსხვავდება ცენტრალიზებული რეპრესიული მოდელებისგან. გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში საერთო პრინციპებია. კონფიდენციალობა, პაციენტის თანხმობა და მონაცემის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო კვლევის ან სერვისის გაუმჯობესების მიზნისთვის, რასაც ზურგს უმაგრებს ევროკავშირის ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაცია. საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით იურისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მეტად სახელმწიფოს მიერ კონტროლის არეალის გაფართოებას ემსახურება. რატომ ან როგორ? ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენ სტუმართან ერთად ვიპოვით. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ გიამბობთ, მედია ხმამ ყოველწლიური კვლევა მედია გარემო საქართველოში 2025 მედიის მიტაცების პირობებში გამოაქვეყნა. კვლევაში აღწერილია თუ როგორი მოქმედა 2025 წელს არსებულმა გამოწვევებმა მედია ორგანიზაციების მდგრადობაზე, ჟურნალისტურ საქმიანობასა და მედია პროდუქტის ხარისხზე. გამოკვლეულია ჟურნალისტიკის პროფესიისა და ჟურნალისტების სარედაქციო გამბედაობის მნიშვნელობა კრიზისულ სიტუაციებში და ხაზგასმულია სიტყვის თავისუფლების გადარჩენისთვის ბრძოლის მაგალითები. მედია ხმის ყოველწლიურ ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრების შეფასებას და გავლენას მედია გარემოზე. შესწავლილია, რა ზეგავლენა მოახდინა მედიაზე შემზღუდავი კანონების ინსტრუმენტალიზაციამ, როგორ მოქმედებს ჟურნალისტურ საქმიანობაზე პოლარიზაცია, პროპაგანდა და სხვა საკითხები. მედია გარემოზე დაკვირვება 19 მედია საშუალების 22 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზის საშუალებით განხორციელდა. რა გამოწვევების წინაშე დგას მედია, ამაზე კვლევის ერთ-ერთ ავტორთან ერთად ვიმსჯელებთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მარიამ გერსამია, ილიაუნის პროფესორი და მედია ხმის დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. ქართული ოცნების გუნდისგან გადაცემაში მონაწილეობის შეთავაზებაზე პასუხი კი ამ დრომდე არ მიგვიღია. და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ქალბატონ ეკასთან, რომელიც არის უკვე ჩვენთან პირდაპირ ხაზზე. საღამო მშვიდობის ქალბატონო ეკა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ დაგვეხმარებით ეს სპეციფიური საკითხი მარტივად გასაგები გავხადოთ ჩვენი აუდიტორიისთვის. ქალბატონო ეკა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიის პერსონალური მონაცემებია. გითხარით უფრო მეტი თუ შეიძლება, რა ტიპის, რა სახის ინფორმაცია იყრის თავს ამ კატეგორიის ქვეშ და რა შემთხვევაშია მისი გავრცელება, გასაჯაროება გამართლებული? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
საქმე რაშია იცით რომ ზოგადად მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით სპეციალისტებს არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მთავარია როგორ ვინ შეაგროვებს და რისთვის გამოიყენება ეს მონაცემები. ზოგადად, როდესაც ხდება ფსიქიატრიული, ესე ვთქვათ, ანამნეზის, მდგომარეობის შეფასება, ეს არის ძალიან დეტალური ინფორმაცია ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იქ ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა მის ცხოვრებისეულ ისტორიაზე, რაც არის ანამნეზის ვიდე, ხო? ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ფსიქიატრიაში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობები განპირობებულია მათი ცხოვრებისეული სიტუაციით. ამიტომ ძალიან სენსიტიური ინფორმაცია, ძალიან სენსიტიურმა ინფორმაციამ ადამიანთან დაკავშირებით შეიძლება თავი მოიყაროს აი ამ ეგრეთ წოდებულ ისტორიებში, სამედიცინო ისტორიებში, რომელიც უნდა იყოს უკიდურესად კონფიდენციალური. რა არის იცით, ზოგადად ამ ინფორმაციის ესე სისტემურად შეგროვება ძალიანაც კარგია იმისთვის თუ ჩვენ ამას გამოვიყენებთ უშუალოდ ეს თქვა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სერვისების დასანერგად, ნახავთ სად რა გვაკლია, სად რა დეფიციტი გვაქვს და ასე შემდეგ. მაგრამ საფრთხეს ეს კანონი ქმნის იმიტომ, რომ ჯერთი ინიცირებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არა თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ხო, ან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც თქვა, რომ ეს კანონი მჭირდება იმისთვის, რომ გავაუმჯობესო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არამედ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვა, რომ მე მჭირდება ეს კანონი იმისთვის, რომ გამოვიყენო რაღაცა შეზღუდვებისთვის და სხვათა შორის კი არის იქ პირველ პლანზე წამოწეული მართვის მოწყობები და იარაღის დამტარების ნებართვა, მაგრამ მარტო ეს არ არის, იქ წერია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ანუ ზოგადად თუ ჩაითვლება, რომ ადამიანი საზოგადოებას უქმნის საფრთხეს და ეს აღარ არის დაზუსტებული რა ჩაითვლება საფრთხეთ, მას ესე ვთქვა თუ ის არის ამ რეესტრში თუ რეგისტრში, მას შესაბამისად როგორც ესე ვთქვათ ცუდად და ესე ჭალებში ვიტყვი, როგორც ავადმყოფს, ისე მოექცევია. კი ბატონო, აი დეტალურად მინდა გავყვეთ რამდენიმე საკითხს, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. თქვენ კი ბრძანებდით, რომ თავისთავად ინფორმაციის შეგროვებაში ცუდი არაფერია, მთავარია გამოყენება და მიზნები, ხომ? აი ესეთ ერთიან რეესტრში თავმოყრილია ასეთი სენსიტიური ინფორმაციისადმი წვდომა და წვდომის გაფართოება. ეს თავისთავად რა ტიპის რისკებს შეიცავს? ჩვენ ვიცით, რომ თუ ადრე რაიმე ტიპის ბაზა ან ინფორმაციის მსგავსი რეესტრები არსებობდა, პასუხისმგებლობას იზიარებდა როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკოსი უშუალოდ და პაციენტი, ხო? აი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოყვანა, თუნდაც იმ მიზნებით, რაც წერია განმარტებით ბარათში. აი როგორ ზრდის რისკებს, აი რა რისკებია ეს რომ ავხსნათ ჩვენს მაყურებელს? იცით რა, რატო უნდა იყოს მაქსიმალურად კონფიდენციალური ეს ინფორმაცია? იმიტომ რომ ამ ისტორიებში წერია ისეთი ესე ვთქვათ ისეთი ინფორმაცია ადამიანს მოცემული, რომელიც შეიძლება მის საწინააღმდეგოდაც იყოს გამოყენებული. როგორც დიაგნოზი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო, რომ ფსიქიატრიული დიაგნოზები არის უკიდურესად მასტიგმატიზებელი, სამწუხაროდ, იმის მაგრად და თქვენ აღნიშნეთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ სტიგმის საწინააღმდეგოდ იბრძოლოს, სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ იბრძოლოს, ამ წინა თუ ცრურწმენების საწინააღმდეგოდ იბრძოლოს. ჩვენ კიდევ ამითი ახლა აი ამ კანონის შემოტანით პირიქით ვაძლიერებთ ამას ყველაფერს და ძალიან მარტივია, იცით, ადამიანის წინააღმდეგ განაწყო და ადამიანი დაჩაგრო მისი ფსიქიკური სტატუსიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ჯერთი მე პირადად მოვესწარი პერიოდს, რასაც ერქვა საბჭოთა პერიოდი, საბჭოთა ფსიქიატრია, როდესაც ფსიქიატრია გამოიყენებოდა სადამსჯელო მიზნებისთვის. სადამსჯელო და სხვა შორის დღეს კიდევ დაგვეწია ახალი კანონი, სამწუხაროდ მარტო რეგისტრშიც არ არის. საქმე აქ ესე ვთქვათ, პროცეს უნარო ადამიანთან დაკავშირებით შემოვიდა ახალი კანონი. კი ბატონო, სასამართლო პროცესებზე რომ უნდა გაჩერდეს განხილვა,
და ამ მიმართულებითაც ხედავთ რისკებს, ხო? ის იძულებით გადავა დაექვემდებარება მკურნალობას და როცა ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად, შემდეგ გაგრძელდება ის განაგრძობს იმ სანქციის მოხდას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება მოკლედ. აი ესეც რა ტიპის პრობლემა, ამაზეც ვისაუბროთ. ცხადია, მაგრამ თქვენ შეეხეთ ძალიან სენსიტიურ საკითხს ასევე, რომელიც ჩვენი არც თუ ისე შორეული წარსულის ნაწილია და პარალელებით ამიტომ ხშირად კეთდება, რომ საბჭოთა წარსული და საბჭოთა გამოცდილება, როდესაც ინსტრუმენტალიზებული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობა და გამოიყენებოდა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. აი, რა წინაპირობები არსებობს, რატომ გაფიქრებინებთ, რა ვარაუდები არსებობს იმისა, რომ არა ვართ დაზღვეული მსგავსი რისკებისაგან ახლაც. დიახ, მე შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ნახეთ ნინო დათაშვილის ისტორია, ქონდა ეს შემთხვევა, როდესაც ადამიანს არც რეგისტრზე მიუწვდებოდა ხელი, არც არა, უბრალოდ შემთხვევით გაიგეს რომელიღაცა ისტორიიდან, იქ არ იყო სხვა შორის დიაგნოსტირებული, უბრალოდ იყო ჩანაწერი, რომ ადამიანს ქონდა ემოციური ლაბილობის ეპიზოდი და ეს დაიხიეს და ეს გამოიყენეს მის წინააღმდეგოდ ჯერ შექმნეს ძალიან ცუდი განწყობა და თითქოს ამითი ცდილობდნენ გაემართლებინათ მისი ესეთი ემოციური მხარდამჭერა იმ კონკრეტულ სიტუაციაში და შემდეგ იცით რომ მას ესე ვთქვათ სამედიცინო ექსპერტიზის უბრალოდ ფსიქიატრის ექსპერტიზის ჩატარებაც სცადეს მასთან და გარკვეულად იგეგმებოდა მისი ესე ვთქვათ მოთავსება ამის ნიადაგზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აი ეს ორი რამ, აი ხა რაც დღეს ხდება, ხო? ფაქტიურად მაშინ არ გაუვიდათ, იმიტომ რომ მაშინ ძალიან მაგრად დადგა პროფესიული თემი, მაშინ არ იყო საკანონმდებლო, ესე ვთქვათ, ბაზა ამისთვის, რომ ეს გაემართლებინათ, როგორღაც რო გაეკეთებინათ ეს ამბავი. დღეს ახლა ცდილობენ ყველანაირად შექმნან ისეთი მექანიზმი, რაც მაქსიმალურად გაუხსნის ხელებს იმისთვის, რომ აი ესეთი სადამსჯელო მექანიზმი შემოიტანონ. კერძოდ, აი რაც შეეხება ნინო დათაშვილის ამბავს, არავინ არ კითხავდა, რეალურად არ კითხეს, უბრალოდ ატყდა ერთი ამბავი, ჩუმად შეიყვანეს ექსპერტიზა, თქვა და ექსპერტიზამ შეიძლება დადოს დასკვნა, რომ ამ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემა, გადააგზავნიან ხონში, ანუ იძულებით დაწესებულებაში და მანამდე იქაური ექსპერტიზა არ იტყვის, რომ ამ ადამიანს უკვე შეუძლია თვითონ აგოს პასუხი, თვითონ რაღაცა მონაწილეობა მიიღოს ამ სასამართლო პროცესებში, მან შეიძლება იქ გაატაროს წლები და ჩვენ ვიცით ესეთი შემთხვევები საბჭოთა პერიოდში ადამიანებს, რომელთა გასამართლება რთული იყო. გასამართლებისთვის შენ გჭირდება კონკრეტული ფაქტები. შენ გჭირდება რომ დანაშაული დაუსაბუთო და დანაშაულის დასაბუთების საფუძველზე მერე ის გადაიყვანოს ვთქვათ ციხეში ან კონკრეტული რაღაცა დანაშაულის სასჯელი გამოუტანო. კი ბატონო, ნაზი შამანაურის ისტორია არის ყველაზე ცხადი ალბათ, ხო ამ მიმართულებით. ხალბატონო, აი რა ინფორმაციული თვალსაზრისითაც არსებობს თუ არა მეტი სიცხადე აი დიაგნოზებთან დაკავშირებით მაგალითად რომელი დიაგნოზის მქონე ადამიანის ან კონკრეტულად რა დიაგნოზები გაერთიანდება ამ რეესტრში, რა ტიპის ინფორმაცია მოიყრის თავს ამ ბაზაში, მაგალითად კონკრეტულად ჩემი, კონკრეტულად ინდივიდის ფსიქოლოგთან ვიზიტი, ფსიქიატრთან ვიზიტი ან ნარკოლოგთან მკურნალობა, აი რა შეიძლება დაექვემდებაროს ამ ერთიან ბაზაში აღრიცხვას, იქნებ თქვენთვის იყოს მეტი დეტალიზაცია ხელმისაწვდომი. კი ბატონო, თქვენ როდესაც მიდიხართ სამედიცინო დაწესებულებაში, ეს არის ფსიქიატრიული დაწესებულება თუ ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, თქვენ გამოგართმევენ იქ პირადობის მოწყობას, შეიტანეთ თქვენ მონაცემებს შესაბამის ბაზაში, ეს არის ელექტრონული ბაზა და იქ ხდება შემდეგ იმის ყველა ინფორმაციის შეყვანა, როდის იყავით, ვისთან იყავით, რა სამედიცინო მომსახურება გაგეწიათ, რა დიაგნოზით, შესაბამისი კოდებით ხდება ამის შეფასება.
და ეს ინფორმაცია გროვდება ჯანდაცვის სამინისტროს წესდესზე უნდა იყოს, ეს უნდა იყოს კონფიდენციალური და ბევრი სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება, მაგრამ არა სადამსჯელოდ. ეხლა ყველასთვის გასაგებია, რომ კი, რა თქმა უნდა არსებობდეს ბაზა, რომელიც აღრიცხავს სადღაც მოსახლეობის ჯანმრთელობას, მაგრამ ეს უნდა არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ მე ადამიანს ეს თავისი დიაგნოზი შემოუტრიალონ მის საპირისპიროდ. თავისთავად ასეთი ინდივიდუალური ბაზები ხომ არსებობს, გალბატონეკა, მაგალითად, ხო, აი ეს სპეციფიკური სამედიცინო სერვისის მიმღებთათვის, ან მაგალითად მედიკამენტების, სპეციფიური მედიკამენტების მომხმარებელთათვის, იქ დაფინანსების თვალსაზრისით, ან სხვადასხვა მიზნით ხომ არსებობს. ამიტომ აი ეს დამატებითი თან შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი ბაზის შექმნა. აი ეს ჩაითვალა საგანგაშოდ და ამიტომ ვცდილობთ ჩვენც მეტი ახსნა მოუძებნოთ ამას, რატომ გაჩნდა ესეთი აღქმა. აი აქვე კითხავ თუ შეიძლება აი მაგალითად ამ ბაზაში ჩავარდა რაღაც კონკრეტული დიაგნოზი, ხო? თან როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, თქვენი აზრი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და საინტერესოა მიმართულებითაც. აქ ადამიანების კატეგორიზაცია ხდება თუ დიაგნოზების და იმ შემთხვევაში მაგალითად მე ინდივიდი თუ განვიკურნე და მომეხსნა რაღაც პერიოდის შემდეგ ეს დიაგნოზი, ხდება თუ არა ბაზიდან ჩემი ამოშლა, ამოღება, აი ამის გარანტიები არსებობს თუ არა, რა ვიცით ამ ეტაპზე ამის შესახებ? მსგავსი გარანტია არავის არ ექნება. ერთხელ მაინც თუ მიიღო მან ნებისმიერი მომსახურება სამედიცინო, ეს არის დაფიქსირებული. და როდესაც დაჭირდებათ, ეს შეიძლება თქვენ საპირისპიროდ გამოიყენოთ. და მე მინდა გითხრათ, რომ სხვა შორის რუსეთში, საიდანაც მოდის სათავეა კანონმდებლობის, იქ არ არის მარტო ფსიქიატრიული დიაგნოზები, იქ არის ასევე ინფექციური დაავადებების დიაგნოზები, ასევე სხვა მასტიგმატიზებელი დაავადებების დიაგნოზები, რაც შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს ადამიანის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ზოგადად ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ეს ითვლება პირადი ინფორმაციად. აი პირადი ინფორმაციის, ესე ვთქვათ, კონფიდენციალობა და თქვენ იცით ხო, საჯაროდ გამოტანა თუ გამოყენება ადამიანის საწინააღმდეგოდ ეს ყველანაირი კონვენციით, ყველანაირი კანონმდებლობით, ჩვენი კანონმდებლობით არის აკრძალული. საფრთხე მე იცით რა არის და ჩემთვის გასაკვირად მინდა გითხრათ, რომ აი ბოლო დრომდე ხა მანამდე ეს კანონი გამოვიდოდა მოსახლეობაში ძალიან მყარად არის გამჭდარი ეგრეთ წოდებული აღრიცხვაზე აყვანის ეს განცდა, რომ მე თუ მივიღებ სადღაც სახელმწიფო დაწესებულებაში, განსაკუთრებით სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მე მივიღებ ამ მომსახურებას, მე ამიყვანენ აღრიცხვაზე. და თითქოს ეს რაღაცნაირად ნორმალიზებულია, რომ უნდა არსებობდეს აღრიცხვა, უნდა არსებობდეს ხელმისაწვდომობა ამ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება მე ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული და როგორც წესი, ძალიან ბევრი პაციენტი უარს ამბობდა ხოლმე ამ სახელმწიფო მომსახურების მიღებაზე ზუსტად ამ მიზნით, რომ მე აღრიცხვაზე არ ავიდე. პრობლემა ის არის, რომ კერძო სერვისის მიმღებზე თუ ვრცელდება ამ მიმართულებით რა ვიცით. გასაგებია რომ სახელმწიფო სერვისის მიღებაზე ისინი უარს ამბობდნენ ამ შიშების გამო, ამ რისკების გამო, რომ აღრიცხვაზე არ იყვნენ, მაგრამ მაგალითად კერძო სამედიცინო სერვისების მიმღებთა ინფორმაციაც განთავსდება ამ ბაზაში? სავარაუდოდ ეს მოთხოვნაც გაჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ეს არ იყო, იმიტომ რომ მე მიმუშავია სახელმწიფო დაწესებულებაშიც და კერძო დაწესებულებაშიც. სახელმწიფოში ეს რა თქმა უნდა სავალდებულო და აუცილებელია, რომ სახელმწიფო ხარავს ამ ხარჯებს, ხოლო რაც შეეხება კერძო დაწესებულებებს, ესეთი მკაცრი მოთხოვნა აქამდე არ ყოფილა, თუმცა მე ვარაუდობ, რომ ალბათ ეხა ესეც გამკაცრდება. და ეს პროცესი შეაჩერებს თუ არა ქალბატონო ეკა სპეციალისტისადმი მიმართვის ისედაც პრობლემურ დამოკიდებულებას. აი ტენდენცია როგორ იყო, რამდენად შეიცვალა ეს ბოლო წლების განმავლობაში და ეხლა ასეთი რეესტრის შექმნა როგორ იმოქმედებს ამ პროცესებზე?
აუცილებლად გავლენას მოახდენს მომართვიანობაზე, აუცილებლად შეამცირებს და შეცვლის კიდევაც და რას გულისხმობ. ჯერთი ადამიანები მაქსიმალურად მოერიდებიან იმ დაწესებულებაში მისვლას, სადაც ექნებათ, ეჭვი მაინც ექნებათ, რომ მათ მოთხოვენ რეესტრში მათი მონაცემების შეყვანას. შესაბამისად, უფრო მეტად ისინი მიაკითხავენ კერძო სახლებში, კერძო დაწესებულებასაც კი არა, არამედ უფრო სახლის პირობებში მიაკითხავენ ექიმებს. და ან ექიმებს, ან სხვა სპეციალისტებს, შეიძლება ფსიქიატრთან საერთოდ არ მივიდნენ, სხვა სპეციალისტთან მივიდნენ. ეს რა თქმა უნდა სრულიად განადგურებს დარგის განვითარებას და კვალიფიკაციას, იმიტომ რომ კვალიფიკაციის განკონტროლებელი, არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს კვალიფიკაციის განკონტროლება, თუ რეალურად სერვისები გადავა ესე ფაქტურად იატაკქვეშ. კი ბატონო, ქალბატონო ეკა, ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ და რომ შევაჯამოთ თუ თქვენს დაამატებთ რამეს. აი მართვის მოწმობის და იარაღის ტარების ნებართვის ასაღებად და ამ მიმართულებით უსაფრთხოების თვალსაზრისითო ასეთი განმარტება ახლავს ამ კანონს, განმარტებით ბარათში ყოველ შემთხვევაში ასე წერია. აქ საინტერესოა ის, რომ ნებისმიერი მართვის მოწმობის ან იარაღის ტარებისთვის ნებართვის მისაღებად ინდივიდუალურ სამედიცინო შემოწმებას ხომ ისედაც გადის მსურველი, ყოველ შემთხვევაში ასე იყო, ამიტომ გეკითხებით, ბოლო დროის ინფორმაცია როგორია, ხوار შეიცვალა რაიმე და თუ ეს ძალაში რჩება, მაშინ აი რა აუცილებლობას ხედავთ თქვენ, რომ ასეთი ბაზა შეიქმნას. თუ კი ინდივიდუალურად ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავდივართ შემოწმებას და ვიღებთ სპეციალურ სამედიცინო დოკუმენტს, მაშინ რაღაცომ არის საჭირო, კიდევ ერთხელ მივუბრუნდები ამ კითხვას, თქვენ რა ახსნას პოულობთ? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა და მე მგონი, რომ ეს პირველი რატო გამოვიდა, ესე ვთქვათ, სამსჯავროზე იარაღის ტარება და მართვის მოწმობა, იმიტომ რომ შექმნან ეს ფონი საზოგადოებაში და ეხლა მე მგონი ნებისმიერ ადამიანს ექნება ეს განცდა, რომ ხო ბუნებრივი ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემა, ესეთი ხელმისაწვდომი მისთვის იარაღი და მართვის მოწმობა არ უნდა იყოს. თუმცა აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ, რომ ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში არსებობდა მთელი რიგი პროცედურები და თუ რაიმე ხარვეზები იყო ამ პროცედურებში, ამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელი იყო, რომ უფრო სწორად, უფრო მიზანმიმართულად მომხდარიყო შემოწმება. თუმცა ყველამ ვიცით აბსოლუტურად ვისაც მართვის მოწმობა გვაქვს, რომ ეგრეთ წოდებული ფსიქოდო ჯანმრთელობის მოწმობა აუცილებლად გჭირდება იმისთვის, რომ ეს მართვის ნებართვა აიღო. ეს არის წმინდად აი სპეკულაციისთვის, უბრალოდ ამაზე გაკეთდა აქცენტი, რომ განწყობა შეექმნათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა კანონი, რომელიც მართლა ზრუნვაზე არის ორიენტირებული და არა ადამიანის დასჯას. ქალბატონიკა, მადლობას გიხდით. ლიმიტირებულია ჩვენი საეთერო დრო. ძალიან დიდი მადლობა, რომ საჭირო განმარტებები მოგვეცით და დაგვეხმარეთ, რომ მიგვეწოდებინა ჩვენი მაყურებლისთვის. დაგემშვიდობებით, მადლობა ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ახლა კი ჩვენ მედიის მდგომარეობაზე ვიმსჯელებთ. მარიამ გერსამია, მედია ხმის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა, ქალბატონო მარიამ, მადლობას გიხდით, რომ გვითმობთ დროს. და მცირე უზუსტობისთვის ბოდიში თქვენს და მაყურებელსაც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ილიაონი არა, თქვენ თესეუს პროფესორი ბრძანდებით. ქალბატონო მარიამ, მზია ამაღლობელზე საუბრით მინდა დავიწყო, თქვენთან ინტერვიუ თუ შეიძლება თქვენს კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამ საკითხს. მე მაყურებელს შევეცდები მოკლედ ვუთხრა იმ ჯილდოების შესახებ, რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ჯილდოები პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა მიიღო. სახაროვის პრემიით დავიწყებ, რომელიც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა და გაიცემა მათთვის, ვინც თავდაუზოგავად იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვის და აზრის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში. ეს ჯილდო მზიას 22 ოქტომბერს გადასცეს და 2 დღის წინ, 16 დეკემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელების ჟურნალისტს ირმა დიმიტრაძეს გადასცა. ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს და დირექტორს მზიას ჯილდო გადასცა მედია ადვოკატირების კოალიციამ. სიმამაცისთვის 10 ნოემბერს იგი ვენაში პაულ ვაიზის პრიზი დააჯილდოვეს. ავტოკრატიასთან ბრძოლისთვის 12 ოქტომბერს მას ფორუმ 2000-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. 9 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა
სოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო მიიღო, 12 სექტემბერს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია გადაეცა გაზეთ ბათუმელებს, მზია მაღლობელს და ეთერ თურაძეს, 9 სექტემბერს მზია მაღლობელმა მიიღო თავისუფალი მედიის ჯილდო ჟურნალისტური სიმამაცის და უკიდურესად რთულ პირობებში მუშაობისთვის. აი ასეთი ადამიანი გვყავს ციხეში. ქალბატონო მარიამ, ეხლა მინდა გკითხოთ ასეთი რამ. რა აჩვენა მზიას საქმემ სოფლიოს, როგორ იმოქმედა მისმა დაპატიმრებამ მედიაზე საქართველოში და რა კვალს დატოვებს, როგორ ფიქრობთ, რა კვალს დატოვებს ეს პროცესები ქართული მედიის ისტორიაში? დიდი მადლობა ირინა, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ეკოთი მომდის ხმა. ხო, ჩვენს რეჟისორს გაასწორებენ ახლავე, დიახ, ისმის თქვენი ხმა. კი ბატონო. მზიას кейსი ზოგადად ჩვენ წიგნში დასათაურებულია როგორც მზიას ეფექტი, ანუ მზიას ზეგავლენა, რომ ამ საქმეს ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა თვითონ მედია გარემოზე, შეიძლება ეს იყოს ცოტა პარადოქსული დინამიკაც კი დაფიქსირდა, იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან გააჩინა შიში ჟურნალისტებში, რადგან აბსოლუტურად სულ სხვა დონეზე ავიდა საფრთხეები, ყველამ დაინახა, რომ ჟურნალისტის დაპატიმრება ისეთი ფორმით, როგორც ეს ხდება რუსეთში, ბელორუსში, ეს საქართველოში შესაძლებელია და ის უსამართლო და არაპროპორციული სასჯელი, რომელიც მზია ამაღლობელმა მიიღო, ესეც თვალსაჩინო გახდა, რომ საქართველოში ეს შესაძლებელია. მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ სწორედ მზია ამაღლობელის პიროვნულმა თვისებებმა აბსოლუტურად შეცვალა აი ეს შიშის ატმოსფერო და მისმა პიროვნულმა გამბედაობამ უკვე ჟურნალისტებს სარედაქციო გამბედაობა გაუჩინა თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენთვის მედია მკვლევრებისთვის ეს ცნობილი არის ეს ეფექტი, სარედაქციო თავისუფლებისა და გამბედაობის ეფექტი, როდესაც ჟურნალისტები მიდიან იმ სარისკო გადაწყვეტილებებზე, საუბრობენ ისეთ თემებზე, აკეთებენ ისეთ რამებს, რაც იციან, რომ მათთვის ეს ზიანის მომტანი იქნება, მაგრამ ამ სხვერპლს იღებენ. ზიამ სწორედ ეს გააკეთა უკომპრომისოდ და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის რისკი, რაც სხვა ჟურნალისტების მისამართით შეიძლება ამუშავებულიყო, ამუშავდა სწორედ მზიასთან მიმართებით და ამით თითქოს რაღაცა ქოლგა შექმნა დამცავი სხვა ჟურნალისტებისთვის. და ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი მაგალითი იყო. მე ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ქართული ჟურნალისტიკის რებრენდინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მზიას როლი, გადააზრებაში მოგვეხმარება ზოგადად აი ამ პოსტსაბჭოთა ჟურნალისტურ სკოლებს, რა არის ნამდვილი ჟურნალისტიკა, როგორი უნდა იყოს მებრძოლი ჟურნალისტი. და ამ ხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მზიას. მნიშვნელოვანი იყო აი ის სოლიდარობაც, რომელიც არსებობდა, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი ქსოვილი სოლიდარობის, რაც შეიქმნა მზიას გარშემო, ძალიან ეს შეიძლება ითქვას, რომ აცოცხლებს ჩვენს პროფესიას, რომელსაც ებრძვიან. კი ბატონო, და მსოფლიოში. კი ბატონო, და გავყვეთ და მათ შორის ჩვენთან. კი ბატონო, და უფრო დეტალურად გავყვეთ ახლა თქვენს კვლევას. ქართული მედია გარემო სისტემურად და ინსტიტუციურად იშლება და სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსულ და ბელორუსულ სისტემებს. თქვენი კვლევის ძირითად მიგნებებს შორის არის ეს ერთ-ერთი. თუ შეიძლება რომ გავშალოთ ეს თემა, რა აჩვენებს ამას? როგორ მივედით აქამდე და აი ეხლა ჯერ კიდევ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს დავანახოთ, როგორ დაიდო ეს შედეგი. თქვენ პირველ ბლოგში საუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და რომლის შესახებაც საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული იმისთვის, რომ ის იყოს დაცული. ჟურნალისტის ფუნქცია ეს არის, რომ ისაუბროს ისეთ თემებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს თემები სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად შუქდება მედიაში, იმიტომ რომ იხურებიან ტელევიზიები,
რეგიონული მაუწყებლები, სერიოზული პრობლემები შეექმნა კრიტიკულ მედიას არსებობის, ისინი ვეღარ აშუქებენ, უბრალოდ ვეღარ ქმნიან მნიშვნელოვან თემებზე თავის მასალას, იმიტომ რომ არა აქვთ ფული, იმიტომ რომ აღარ აქვთ რესურსები, იმიტომ რომ არიან სტიგმატიზირებულები. ადამიანები მიდიან ჟურნალისტის პროფესიიდან. პირველად წელს ჩვენს კვლევაში დაფიქსირდა, რომ ჟურნალისტებმა მასიურად დაიწყეს ფიქრი ემიგრაციაზე. ისინი ტოვებენ ქვეყანას, ან ფიქრობენ როგორც ბოლო სცენარს, მაგრამ მაინც ქვეყნის დატოვებაზე, იმიტომ რომ ჟურნალისტობა არ არის უსაფრთხო და არჩევანის წინაშე დგანან, რომ ან ჯანმრთელობა, ან გარკვეული კონტენტის შექმნა. კი ბატონო, აი თქვენ ბრძანეთ, რომ საინტერესო კონტენტს, რომლებიც მიღებული საინტერესო კონტენტს ვერ ქმნის მედია ბოლო პერიოდში და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ფინანსები, თუმცა ასევე მინდა შევეხო საკანონმდებლო გარემოს, რომელიც უკიდურესად დამძიმდა, ეს თქვენს კვლევაშიც ამოვიკითხეთ და ამას თვალყურს ვადევნებთ ყოველწამიერად და განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლები საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ ამას. რა აჩვენა კვლევამ, ქალბატონო მარიამ, რა იყო ყველაზე რთული საკანონმდებლო ცვლილება, რასაც ვეღარ გაუმკლავდა მედია და გარდა ფინანსური პრობლემებისა, რამდენიმე მედია განსაკუთრებით რეგიონებში იძულებული გახდა გაეჩერებინა, დახურულიყო მარტივად. აქ ცალკეული კანონის მსუსხავ ეფექტზე არ ვსაუბრობთ. კასკადურად მიღებულმა ბევრმა კანონმა ერთიანობაში შექმნა რეპრესიული გარემო. ზოგიერთი კანონი საერთოდაც არ გვინახავს ჩვენ ბოლომდე ამუშავებული, მაგრამ როგორც ჩვენი კვლევაში ჩართული ჟურნალისტები საუბრობენ, თავად ამ კანონების არსებობაც კი პრობლემურია, არათუ მათი ამოქმედება, იმიტომ რომ ისინი აჩვენენ შიშს. ის რომ ჟურნალისტმა იცის, რომ თუ მაგალითად გადავა ქუჩაზე, ამის გამო შეიძლება დააპატიმრონ, ის ბუნებრივია, რომ მას თვითცენზურა უჩნდება, ეშინია, არ გადადის და ვეღარ იღებს იმ მნიშვნელოვან კადრებს. როდესაც ხდება დემონსტრაციებზე დარბევა მაგალითად და ჟურნალისტებს ერჩიან, ჟურნალისტი ბუნებრივია ცდილობს, რომ გამოერიდოს, ამიტომ ეპიცენტრში ის ვეღარ არის, აღარ არის დაცული და ვეღარ იღებს იმ კადრებს, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სიმართლე ვიცოდეთ. როდესაც სასამართლო პროცესებს აშუქებს, სადაც გვიყვება ამბებს და ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თვალით დაინახონ და შეაფასონ რა ხდება სასამართლოში, როგორ ხდება მართლმსაჯულების აღსრულება, როდესაც ამას ვეღარ აკეთებს ჟურნალისტი, ბუნებრივია პირველ რიგში ზარალდება მაყურებელი. კი ბატონო, და ის ვეღარ არის მაყურებლის თვალი, მხოლოდ ვერბალურად უყვება იმას, რაც მოისმინა დარბაზში და კიდევ გუშინდელი გადაწყვეტილებაც კონკრეტული მოსამართლის ესე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჟურნალისტს, რომელიც უნდა გასულიყო დარბაზიდან კონკრეტულად ჩართვის განსახორციელებლად, იმისთვის, რომ პროფესიული მოვალეობა შეესრულებინა, იმისთვის, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისთვის, მას უკან დაბრუნების საშუალება აღარ ექნება. აი ესეც ზღუდავს, ხო, ესეთი ერთეული შემთხვევით გარდა კანონებში შეტანილი ვერ გადიან ჟურნალისტები. და მრავალსაათიანია ეს პროცესი. ჟურნალისტების მუშაობა გართულდა ყველგან, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება. ეს არის პარლამენტი, ეს არის სასამართლო პროცესები. ხელისუფლებამ დაინახა, რომ სასამართლო პროცესები არის ის სივრცე, სადაც ხალხს აინტერესებს რა ხდება და ადამიანური ისტორიები გააქრეს პირველ რიგში, აი ეს ემოციები გაქრა, იმიტომ რომ ვეღარ იღებს ჟურნალისტი, მათ არ აქვთ უფლება გეთანხმებით, რომ გავიდნენ წყალი დალიონ, ან საჭირო ოთახში რომ მოუნდეს გასვლა, ვერ გავა ჟურნალისტი უბრალოდ, იმიტომ რომ ის როგორც ჟურნალისტი ისეც არ ესწრება პროცესს, უბრალოდ ესწრება როგორც ჩვეულებრივი რიგითი დამსწრე. და ეს ყველაფერი ქმნის იმ ჩარჩოს, სადაც საბოლოო ჯამში ადამიანი აღარ არის ინფორმირებული, ის არა მარტო ვერ ხედავს, როგორ ხდება მართლმსაჯულების აღსრულება, არამედ აღარც ენდობა უკვე სისტემას, აღარ ენდობა ბუნებრივია სასამართლოს და ეს არის ინსტიტუციების ჩამოშლის ერთ-ერთი გზა. სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან
სწორი განმარტებები ამ შემთხვევაში რა დროს არის დაშვებული რომ ჟურნალისტისთვის დაიხუროს სასამართლო პროცესი და ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სასამართლო უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია და ჩვენ აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ, არა თუ გამჭვირვალე აღარ არის, ეზოშიც აღარ შეუძლიათ ჟურნალისტებს გადაიღონ და ამ ეზოებში და სასამართლო შენობებში ჩვენ ვხედავთ მანდატურები როგორ ექცევიან მოქალაქეებს და როგორც ჩანს ეს კადრებიც რომ გამოვიდა ესეც პრობლემა იყო და სწორედ ამიტომაც დახურეს შემდეგ სასამართლო პროცესი. ანუ ეს ყველაფერი ბუნებრივია ქმნის იმ რეპრესიულ გარემოს, რომელიც უნახავს ცივილიზებულ მსოფლიოს რუსეთში, ვენესუელაში და სხვაგან. კიდევ ერთი თემა, რაც რუსულ ოკუპაციასთან კონტექსტში არის ძალიან საგანგაშო, არის ის, რომ ესეც მიზანმიმართულად, როგორც ჩანს, საერთოდ გამქრალია აი იმ თემებიდან, მნიშვნელოვანი თემებიდან, რომელსაც მედია უნდა აშუქებდეს, რუსული ოკუპაციის თემა, იმიტომ რომ თუ წინა წლებში ჟურნალისტებს შეეძლოთ მისულიყვნენ მავთულ ხლართებთან, საოკუპაციო ხაზთან და იქ ჩაეწერათ მოსახლეობა, ეს უკვე ამას ნებართვა სჭირდება. მოსახლეობაც წყაროები თუ ადრე ურეკავდნენ ჟურნალისტებს, ახლა აღარ урეკავენ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თოთავი ოკუპაცია გაჩერდა ან რუსები იქიდან წავიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა შიში, გაჩნდა თვითცენზურა და ჟურნალისტებისთვის ეს თემებით დახურულია და შესაბამისად ჩვენც აღარ ვიცით უკვე იქ რა ხდება, დოკუმენტირება აღარ ხდება აი ამ მცოცავი ოკუპაციით. ესეც პრობლემაა. ესეთი პრობლემები არის ჯანდაცვაში, ესეთი პრობლემები არის განათლების სექტორში, ესეთი პრობლემები არის ყველგან. წესით ყველგან უნდა იყოს მედია, რომ მაქსიმალურად ანგარიშვალდებულებას ახსენებდეს მათვისაც ევალებათ პრობლემების მოგვარება. კი ბატონო, და საპროტესტო აქციების და ცხელი ამ თვალსაზრისით ცხელი ეპიცენტრიდან მუშაობის თავისებურებაზე ჩვენ ვისაუბრეთ, როდესაც ჟურნალისტი არჩევანის წინაშე დგება პროფესიული მოვალეობა თუ უსაფრთხოება და თავისი ჯანმრთელობის ან სიცოცხლის გადარჩენა, ხო, აქ მძიმეა არჩევანი, მაგრამ ადამიანი ცდილობს თავი გადაირჩინოს. კიდევ ერთი ასეთი კითხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აქტუალურია სწორედ ამ საპროტესტო აქციების კონტექსტში, ჟურნალისტების და ზოგადად ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტში, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ, ჟურნალისტების ჩართვა სამოქალაქო აქტივიზმში, ეს არის თემა, რომელზეც დისკუსიაც არ წყდება, სად მთავრდება ჟურნალისტიკა, მიუკერძოებლობა, ნეიტრალურობა, პროფესიისადმი ნდობა და სად იწყება სამოქალაქო ბრძოლა. რას ფიქრობთ ამ საკითხზე დღეს? ეს არის დღეს, მე ვფიქრობ, სერიოზული გამოწვევა ჩვენი პროფესიისთვის. ის რომ ჩვენ ხშირად ჟურნალისტებს ვხედავთ აქციაზე, ყოველთვის კითხვა უნდა დავსვათ, რას შეეხება ეს აქცია. როდესაც ეს არის საპროტესტო აქცია, სადაც ჟურნალისტების დაცვაზე დგებით ჩვენ ყველანი ერთად, ეს სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ სოლიდარობის ჟურნალისტიკაში, როდესაც ჩვენ ვირჩევთ პოზიციას მსხვერპლის დასაცავად. და ამ შემთხვევაში ეს აქტივიზმი არის, რა თქმა უნდა, გამართლებული. ხშირად გვესმის ხოლმე დამონათება ჟურნალისტების, რომ აი ჟურნალისტი არ უნდა დაემსგავსოს აქტივისტს და ის უნდა იყოს ნეიტრალური. როგორ შეიძლება ნეიტრალური იყო, ეხლა ეს იგივეა, რომ წყალს ბავშვი მიქონდეს და წყლის მხარესაც იყო და ბავშვი არ გადაარჩინო. ანუ გააჩნია რაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოლიდარობაზე და წენაზე, რომელიც ჟურნალისტებს აქვთ თავისი კოლეგების მისამართით, სამთავრობო არხების მისამართით, რომლებიც სოლიდარობას არ გამოხატავენ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს სამართლიანი წუხილი არის, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ კოლეგას ცემენ პირდაპირ ეთერში, ჩვენ კოლეგას უსამართლოდ აპატიმრებენ პირდაპირ ეთერში, პროფესიული სოლიდარობის გამო ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ, ფიზიკურადაც დავიცვათ ის და მორალურადაც გვერდში დაუდგეთ მათ.
ამიტომ ეს არავის ეგონოს რომ ეს კომფორტული პოზიცია არის ჟურნალისტს არ უნდა რომ თავის თავზე ახალი ამბავი იქმნებოდეს და ყველა ჟურნალისტს უსურვებ რომ თვითონ არ იყოს ახალი ამბის გმირი. ეს ძალიან სამწუხარო რეალობა არის, რომელიც იძულებით შევიდნენ ჟურნალისტები, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გააშუქოს ჟურნალისტების ამბავიც, ხო? და მზია ამაღლობელის ამბავი, თქვენი ამბავი, ჩემი ამბავი და რა თქმა უნდა ვისურვებდი ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც ჟურნალისტი არ იქნება ახალი ამბის გმირი, იმიტომ რომ დემოკრატია ქვეყანაში ფასდება ერთ-ერთი პირველ რიგში იმითი, როგორ ექცევიან ჟურნალისტებს და როგორ ექცევიან მოწყვლად. ხაბატონ მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა, სხვა ეთერებშიც გვექნება საშუალება ვისაუბროთ ამ მთავარ გამოწვევაზე, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტების ბედი, ეს არის დემოკრატიის ბედი და ჩვენი მომავალი განვითარების, ჩვენი პერსპექტივის სწორად ანახვა და აღქმა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ, რომ მადლობა პასუხებისთვის. დიდი მადლობა ერთ რასაც კი ბატონო და დავასრულოთ, დიახ. ერთ რასაც ვიტყვი ჩვენ რეკომენდაციების ნაწილში მე შემიძლია ერთ წინადადებაში შევაჯერო ყველას მიმართ რეკომენდაცია. ეს არის ვიბრძოლოთ სანამ გვიანი არ არის და მადლობა მზია ამაღლობელს იმისთვის, რომ ის არის ჩვენი პროფესიის სინდისი და ის იცავს ჩვენი ყველას ღირსებას. მადლობა თქვენ, მადლობა მზიას, რა თქმა უნდა, გიერთდებით აბსოლუტურად. მადლობას გიხდით, ჩვენ უსმენდით მარიამ გერსამიას, მედიახმის დამფუძნებელს, თესეუს პროფესორს. ჩვენ გადაცემის დასკვნით ბლოგში კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ, ბატონი კორნელი კაკაჩია, რომელიც არის უკვე ჩვენთან პირდაპირ ეთერში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. ჩვენ მასთან ვისაუბრებთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე და სამომავლო პერსპექტივაზე. ბატონო კორნელი, საღამო მშვიდობისა, მადლობა გიხდით, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლისას ქიმიური აგენტის სავარაუდო გამოყენების საკითხით მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი. გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა მოუწოდა თავის კოლეგებს, რომ საერთაშორისო გამოძიება მოიწვიონ ქართული ოცნების მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე და მიზანმიმართული სანქციები დააწესონ. ის არ იყო ერთადერთი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ევროპარლამენტარმა გაიმეორა, რომ ასეთი საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ეს აუცილებელია. თქვენთვის დასრულდა თუ არა გამოძიება, არის თუ არა სანდო ის, რაც საქართველოში სუსმა გამოძიების დასრულების შედეგად გაასაჯაროვა, რამდენად ენდობით ამ პასუხებს და როგორ ფიქრობთ, BBC-ს ფილმში დასახელებული აი ამ აგენტის ხალხის წინააღმდეგ გამოყენება საერთაშორისო რეზონანსის თვალსაზრისითაც რას მოუტანს საქართველოს? მოგესალმებით. პირველ რიგში ალბათ დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მეგონი პირადი აზრი აქ დიდად მნიშვნელოვანი არის, მთავარი არის საზოგადოების აზრი და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი. გამომდინარე იმ თქვათ გამოძიებიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა, უფრო ბევრი შეკითხვა დაგროვდა, ვიდრე პასუხი. და ბუნებრივი ამან გამოიწვია ის, რომ შეკითხვები არსებობს, რამდენად ობიექტურად იყო ეს თან ძალიან მოკლე დროში და თან ისეთი აქტორების მიერ, რომლებიც თვითონ არიან მიტანილი, თქვათ აი ამ იმაში რა ქვია, საქმიანობაში, ხო? და ბუნებრივი აქედან გამომდინარე არსებობს უამრავი შეკითხვა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რამდენად სამართლიანი იქნება თქვათ ის შედეგი, რომელიც დადო ხელისუფლებამ, რომელსაც რა თქმა უნდა ის დაინტერესებული მხარეა და სახელმწიფო სტრუქტურები და ასევე მათ ბოლომდე არ თქვეს კონკრეტულად თუ რა იყო მაშინ გამოყენებული, თქვათ თუ არ იყო კონკრეტულად ის თქვათ აგენტი, რომელზეც იყო საუბარი, ხო? და ბუნებრივია ამან ბევრი შეკითხვა დასვა და ალბათ ნორმალური თქვათ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პოზიცია იქნებოდა, რომ არ ვიცი, თქვათ ჩართული იყო ამაში თქვათ სხვა მესამე მხარეები, ნეიტრალური მხარეები, რომლებსაც ექნებოდა ნდობა როგორც ხელისუფლების, ასევე თქვათ სამოქალაქო საზოგადოების, ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის და ასევე დაესახელებინა თქვათ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო ეს გამოყენება. რა თქმა უნდა ეს არ მოხდა და აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს. კი ბატონო, და საქართველოს და ევროკავშირი დემოკრატიის უკუსლაში, მედიაზე ზეწოლაში, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა თუ ანტიევროპულ რიტორიკაში ქართული ოცნების მხილება
პირველად არ მოგვისმენია ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და არც საპასუხო უარყოფა და აგრესიული რიტორიკა უცხო ოფიციალური თბილისის მხრიდან. ფაქტი კი ის არის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და არც განიხილება თუ ქართული ოცნება ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. წლის ბოლოს ხდომა იყო ვნახეთ და ბოლო რეკომენდაციები იყო ასეთი. როგორია ამ პროცესების თქვენეული ხედვა პერსპექტივაში? როგორია საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობის ხვალინდელი დღე? რაც შეეხება ამ თემას, ესე იგი, დასამალი არ არის და ეს ძალიან ბევრი განცხადებიდან ჩანს, რომელიც გააკეთეს ბოლო ხანებში ბრიუსელიდან, რომ საქართველოს დაშორდა უკვე თქვათ ევროკავშირის ინტეგრაციის გზას და ასევე დაშორდა იმ ასოცირებულ ტრიოს, რომლის ნაწილი ჩვენ ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ჩვენ ვიცით, რომ ორი სახელმწიფო უკვე თქვათ ცალკე განიხილება და მათი ინტეგრაციის თემები და საქართველოს სამწუხაროდ ამუარნილია ამ კონტექსტიდან, გაფართოების კონტექსტიდან და ეს გამოჩნდა ასევე ძალიან ცხადად ამ გაფართოების ანგარიში, როდესაც გამოქვეყნდა. ამის გარდა მნიშვნელოვანი ესიც, რომ უკვე თქვათ ბრიუსელიდან ასევე წევრი სახელმწიფოების თქვათ ლიდერებისგან გაისმის ხმა, თქვათ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღონ თუ არა შემდეგი ნაბიჯი, რაც მდგომარეობს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაში, ხო? ჯერჯერობით ეს საკითხი არ დგას ესე აქტიურად, მაგრამ ეს ბუნებრივი ესე არ იქნება. ამისი გარკვეული მინიშნებები უკვე იყო ბოლო განცხადებაში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვეს, რომ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც არის დაკავშირებული, თქვათ, იმ ვალდებულებებთან, რომელიც მან აიღო, განსაკუთრებით, თქვათ, ემიგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ნახსენები იყო ის 9 პირობა, რომელიც საქართველოს უნდა შეასრულოს. ამ განცხადებებიდან ირკვევა, რომ თუ, თქვათ, რამე ძირეულად არ შეიცვალა საქართველოში, არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ბუნებრივია ჩვენ არ ვიცით ახლა დეტალები, თქვათ, როგორ იქნება ეს კი ბატონო, მაგრამ ძირეული ცვლილებები რამდენად მოსალოდნელი, აი თქვენ დღეს არსებული ურთიერთობა როგორი ანალიზის საშუალებას გაძლევთ? ხო, სიმართლე გითხრათ, რამე თქვათ ძირეული ცვლილებები რომ მოხდება ამ ხელისუფლების პირობებში, ეს თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ახლა ლაპარაკი არის, თქვათ, იქ საუბარები იყო პოლიტიკურ პატიმრების განთავისუფლებაზე, ჟურნალისტებზე, თქვათ, მედიის ზეწოლა რომ მოიხსნას, ასევე სხვა თემები იყო ჩამოთვლილი იმისათვის, რომ თქვათ, გარკვეული რაღაც დიალოგის რაღაც რეჟიმი შენარჩუნდეს, ხო? და აი ამაზე არის საუბარი პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ხე გამომდინარე დღევანდელ დღესაც არის შექმნილი სიტუაცია. აქედან გამომდინარე ამის იმედი ჩვენ არ უნდა გქონდეს და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ასე ვთქვათ ლიდერების განცხადებები საკმაოდ მკვეთრი არის, ის მაინც ბოლომდე არ გამოხატავს იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არის, ხო? იმიტომ რომ ამ განცხადებებში ხშირად ვთქვათ საუბარი არის დემოკრატიის უკუსლაზე. სინამდვილეში ჩვენ დემოკრატიის უკუსლა არ აქვს. ამაზე დემოკრატიის უკუსლაზე შეიძლება და საუბარი ვთქვათ 2-3 წლის უკან, მაგრამ დღეს გვაქვს ფაქტიურად ესე იგი ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. აი ეს პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ მე მესმის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელები მაინც ცდილობენ, რომ თქვა დელიკატური იყვნენ და თქვა არ გამოიყენონ ეს ტერმინები, მაგრამ ფაქტი არის, რომ რეალობა იცვლება და ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ კუთხით, რომ ჩვენ და სამწუხაროდ ეს არის ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა გაფართოების ევროკავშირთან ეს გაფართოების თქვა თელი ისტორიიდან, როდესაც კანდიდატი ქვეყანა არა მარტო უკუსლას განიცდის, ესეთი ბევრი ყოფილა თქვა, ხო, ამ თქვა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მაგრამ ესეთი რაღაც პირველად არის, რომ როდესაც კანდიდატი ქვეყანა არა თუ დემოკრატიის უკუსლას განიცდის, არამედ პირიქით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ მიუძღვის, ხო? ესეთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ეს საინტერესოა არა მარტო თქვა ჩვენთვის, არამედ ზოგადად აკადემიური თქვა სამყაროსთვის, იმიტომ რომ ესეთი ფენომენი არაქამდე არ ყოფილა და ასევე ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც ნორმალურად ამ გაფართოების პროცესში ევროკავშირი თვითონ უყენებს პირობითობას, ხო, რომ თუ მას უნდა რომ შეუერთდეს და ესე გაიარა ყველა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ, მათ ასე ვთქვათ, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ყველა ცდილობდა შეესრულებინა ბოლომდე ის ვალდებულებები, რომელიც ამ ქვეყნებმა აიღეს და საქართველოს შემთხვევაში კიდე ასე ვთქვათ, საინტერესო ის არის, რომ კანდიდატი ქვეყანა, ანუ საქართველოს ხელისუფლება თვითონ უყენებს პირობითობის პრინციპს ბრიუსელს. ანუ ესეთი რამე არ ახსოვს გაფართოების ისტორიას. დავარქვათ ამას თბილისის კი ბატონო, და სულ ხას უსვამენ, რომ ზაობა მათი მხრიდან არის და ეხლა უკვე ევროკავშირზე გადაწყვეტილება და ევროკავშირი უნდა შეიცვალოს და რაღაც ესე იგი ევროკავშირი უნდა შეიცვალოს ძირეულად, ძირფესვიანად, ბიუროკრატია, deep state-ი
ხო, რა თქმა უნდა და ბუნებრივია ეს ასე თქვა სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ამ ჩვენ და სუვერენიტეტის ხელყოფაო დღეს პირდაპირ თქვა ეს განცხადება თქვენ ანახი გეკნებათ რა თქმა უნდა რეზოლუციის მხარდაჭერის კონტექსტში თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რომ ჩვენ ამერიკის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის ვარიანტს დაუჭერეთ მხარი და ამიტომ ევროპის საბჭო ჩვენ გვაიძულებდა რომ მათ ვერსიას ვიმხრობოდითო და პირდაპირ შეაფასა როგორც სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა ყოველ შემთხვევაში შეზღუდვის მცდელობა. სად არის რეალობა? რა უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომლის დიდ ნაწილს რა ოფიციალური წყაროებითაც მიეწოდება ინფორმაცია, ან არ აქვს საშუალება გადამოწმების, ან სჯერა ეს ინფორმაცია და ვინ არის პასუხისმგებელი ბატონო კორნელი რომ დაუპირისპირდეს იმ პროპაგანდას, ანტიევროპულ რიტორიკას, რომელზეც მუდმივად გვესაუბრება ჩვენ ევროპარლამენტი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა დღეს საქართველოსთვის არის ესეც. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და პროპაგანდას რა უნდა დაუპირისპირდეს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ საზოგადოება, იმიტომ რომ საზოგადოება უნდა გამოაჩინოს საკუთარი მედეგობა და მე შემიძლია თქვა, რომ საზოგადოების მხრიდან ესეთი მედეგობა არსებობს. ყოველ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ასევე პოლიტიკური პარტიები, სხვები მოქალაქეების დონეზე ცდილობენ გარკვეულწილად ამ პროპაგანდას აგუდგენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალები განსხვავებულია და რესურსები სრულიად განსხვავებულია. თქვენ ჩემზე უკეთესად ისე ამ მდგომარეობაშია დამოუკიდებელი მედია და ეს ნეხე კიდევ უფრო იზრდება, რაც დრო გადის. და მაგრამ მთავარი არის თვითონ მოქალაქეები და ასევე მთავარი არის რომ კრიტიკული აზროვნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვა იგივე უნივერსიტეტებს, რომლებსაც ასევე მიადგა ხელისუფლება და გამოცხადებულია ეგრეთ წოდებული თქვა რეფორმები, უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე ცალკე საუბარი დასჭირდება ალბათ. და თვითონ რაც შეეხება განცხადებას, ხო, ბუნებრივია რომ ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს დაინტერესებული მხარე რაღაც პარტიულ შეფასებას, ეს რა თქმა უნდა ესე არ არის პირველ რიგში, როდესაც საუბარია ევროკავშირში, თქვა გაწევრიანებაზე, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ იმიტომ მიუწვიან პატარა სახელმწიფოები, როგორც საქართველოა, რომ სწორედ მათი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იყოს დაცული და დავაკვირდეთ მაგალითად პატარა მცირე სახელმწიფოების მაგალითს, ხო, რომლებიც არიან ევროკავშირში გაწევრიანებული, თუ რამდენად შეიცვალა ეს სახელმწიფოები, თქვა მათი უსაფრთხოება, იგივე თქვა დემოკრატიის თვალსაზრისით და რამდენად წინ წავიდნენ ისინი, თქვა ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობა და სხვა თვალსაზრისით. ეს იყო ჩვენთვის ასე თქვა საინტერესო და თუ ჩვენ ამ იდეაში ეჭვი გვეპარება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ყოველ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას რო ეჭვი არ ეპარება, ეს ჩანს თუნდაც საზოგადოებრივი აზრის კვლევით, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ესე მართველი ელიტას დიდი ხანია ეს ეჭვები გაუჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ევროკავშირმა წარმოადგინა ეს 12 თავიდან პრინციპი და შემდეგ 9 პრინციპი. ანუ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეწინააღმდეგება, თქვათ, ქართული ოცნება და მისი, ასე თქვათ, ფორმალური ლიდერი ივანიშვილი, რომ ისინი ამ რეფორმებში ხედავენ საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის, ასე ვთქვათ, შანსს. ბუნებრივია, რომ მათ არ უნდათ ამ ხელისუფლებიდან წასვლა, ყოველ შემთხვევაში მათ უნდა შეინარჩუნონ ეს განუსაზღვრელი ვადით და ამას შემდეგ აფორმებენ სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის კონსპირაციული თეორიებით, დაპირისპირებით და ასევე თქვენ გამოყავით აქ რომ შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით იყო ხო კონტექსტი ნახსენები. ასევე საინტერესოა დავუშვათ, როცა იმოწმებს ქართული ოცნების წარმომადგენელი შეერთებულ შტატების პოზიციას. თვითონ შეერთებულ შტატებთან როგორი ურთიერთობა გვაქვს, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ასე ვთქვათ, რამდენიმე ღია წერილი მისწერეს, აბსოლუტურად არავით არის პასუხი იქიდან არ არის და ვერ დაალაგეს, როგორც თვითონ ამბობენ, ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ასევე ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ არ ყავს ელჩი შეერთებული შტატების, რომელიც ასევე პოზიცია არის შეერთებული შტატებიდან, ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში და ბუნებრივია, რომ აქ აშკარად ჩანს ის შეუსაბამობები, რომელიც კი ბატონო, აი ბოლო კითხვა მინდა მოვასწროთ თუ შეიძლება, რამდენადაც შესაძლებელია მოკლედ. ყურადღებას იმსახურებს ომის თემაზე გაკეთებული განცხადებებით, ჩვენ რამდენიმე საკვანძო საკითხს შევეხეთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხალხს უთხრა, რომ ევროპის საბჭომ უკვე დოკუმენტის სახით მოითხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება და რომ ამას ითხოვდნენ საქართველოსგან აქამდეც თავიდანვე დახურულ კარს მიღმაო. აქვე ითქვა, რომ ეს არის საქართველოსთვის ბიძგის მიცემა, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან, ამ ყველაფრის ბოლო კი არის ომი.
ისევ ომის თემა შემოვიდა და ეხლა უკვე ღია ბრალდებით, რომ უკვე ევროპა ითხოვს ამ ომში ჩართვას საქართველოსი და ჩვენ მეხამრიდად გვევლინება ხელისუფლება ამ ომისგან თავის დამზღვევად. ამაზე რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას? ეს არის ასე ვთქვათ ხელისუფლების მორიგი თქვა პროპაგანდისტული ასე ვთქვათ ხრიკი, რომელსაც ხშირად იყენებს სამწუხაროდ, როგორც არჩევნების პერიოდში, ასე არჩევნების შემდგომ პერიოდში. ძირითადი მიზანი ამისი არის, რომ რაღაცნაირად დეზორიენტაცია შეიტანოს საზოგადოებრივ აზრში. მეორე მაგალითი ამის საპირწონე შეგვიძლია გავიგოთ მაგალითად მოლდოვის მაგალითი, რომელიც ასევე კანდიდატი ქვეყანა არის, რომელიც ასევე ბოლომდე არ შეუერთდა თქვა სანქციებს რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა შედეგები გვაქვს სხვადასხვა. ორი ქვეყანა გვაქვს, რომელთაც თქვა ბოლომდე შეიძლება არ შეასრულეს ის თქვა სანქციებთან დაკავშირებული ვალდებულებები. პირიქით, მოლდოვა თქვენ როგორც იცით DST-ის წევრიც კი ფორმალურად, თუმცა შედეგები და შეფასებები მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულია. კი ბატონო. მაშინ როგორ ხდება ეს, რომ თქვა ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში სხვადასხვანაირი მიდგომებია ბრიუსელის მხრიდან, ხო? ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ. ასევე ომთან დაკავშირებით, ხო, ნუ მოლდოვაც პირიქით ცდილობს, რომ ყველანაირად თქვა რაღაც ევროკავშირში ინტეგრაციას მოახდინოს და ნუ უკვე ახერხებს ამას, ხო? მაგრამ ასევე მიუხედავად იმისა, რომ თქვა ის ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც მოეთხოვება კანდიდატ ქვეყანას, იქ არც ომი არის და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მშვიდობას ინარჩუნებს, ხო? ანუ ესეთი მაგალითებით საუბარი ძალიან კარგი იქნებოდა და განსაკუთრებით კარგი იქნებოდა დიალოგი და მათ შორის თქვათ ოპონირება, თქვათ იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები და იგივე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და რომელსაც ისინი საერთოდ უარყოფენ. ანუ თქვენ გინახიათ, როდესმე რომელიმე ტელევიზიაში ან გადაცემაში თქვათ ორი განსხვავებული აზრი მოისმინოს მოქალაქემ, ხო? ეს ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ინფორმაციის მიღების და დეტალებში წვდომის საუკეთესო საშუალება ეს. ბატონ კორნელი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, რომ დაგვეხმარეთ ამ საკითხების გაანალიზებაში. დაგემშვიდობებით. მადლობას გიხდით. კორნელი კაკაჩიას უსმენდით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმარი. ასეთ იყო დღეს ჩვენი სათქმელი. მე რა თქმა უნდა, სოლიდარობას უცხადებ ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, დემოკრატიის ხელშეწყობისა და პიროვნული სიმამაცისთვის უკვე რამდენიმე ჯილდოს მფლობელს. პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს. თავისუფლება მზიას. თქვენ კი მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.